Armaturis საიმპორტო გადასახადის დაწესების შემდეგ პროდუქციის იმპორტი 40%-ით შემცირდა. ასეთია საქსტატის მონაცემები, რომელიც 2025 წლის შედეგებს აჩვენებს. გადასახადი 1 მარტამდე მოქმედებს, თუმცა ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები ამბობენ, რომ მისი მოქმედება აღარ უნდა გაგრძელდეს, რადგან სამშენებლო კომპანიებს პროდუქცია მნიშვნელოვნად გაუძვირდათ, ადგილობრივი ბაზარი კი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. რა ეფექტი ჰქონდა armaturis იმპორტზე დაწესებულ გადასახადის შემოღებას და როგორია როგორც თავად წარმოებლების ისე მომხმარებლების შეფასებები, ანუკა ჯოხაძე გვერდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში, ანუკა მოგესალმებით და გისმენთ. ნუ სტატისტიკაც აჩვენებს იმ ფაქტს, რაც armaturis გადასახადის შემოღებას ჰქონდა პროდუქციის იმპორტის მაჩვენებლებზე, მთავრობის დადგენილების თანახმად იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 420 ლარია. გადასახადი 1 წლის წინ ამოქმედდა და წესით 1 მარტამდე მოქმედებს. ერთ წლიან ჭრილში armaturis იმპორტი 40%-ით არის შემცირებული. თუ 2025 წლის განმავლობაში საქართველოს 126.215.000 დოლარის ღირებულების 223.000 ტონაზე მეტი armatura შეიძინა 2024 წელს 212 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყო შესყიდული. ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე მწარმოებელი კომპანიები გადაწყვეტილებას იწონებენ, რადგან აქამდე ხშირად იყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ დემპინგურ ფასად იმპორტირებულ armaturasთან კონკურენციაში შესვლა ადგილობრივი წარმოებისთვის შეუძლებელი იყო. armaturis ქართული მწარმოებელი რუსთავის ფოლადის გენერალური დირექტორი იგორ კორიტკოს შეფასებით, დღეს საქართველოში armaturis ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია კორიტკო ამბობს, რომ ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ადგილობრივთან ერთად იმპორტირებულსაც შევხვდებით და საკითხს მხოლოდ ღირებულების კუთხიდან არ უნდა შევხედოთ. ამ შემთხვევაში არა პროდუქტის ფასზე, არამედ ბაზარზე სამართლიან კონკურენციაზე უნდა ვსაუბრობდეთ. საქართველოში ღია ბაზრის ეკონომიკაა და მნიშვნელოვანია სამართლიანი კონკურენცია გვქონდეს. თუ ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვიქნებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს სამართლიანი ფასი ექნება. რას ნიშნავს სამართლიანი კონკურენცია ჩემთვის პირადად? თუ საქართველოს ბაზარზე თურქული პროდუქცია გვაქვს, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია სამართლიანია, რადგან თურქეთი ღია ბაზრის მქონე ქვეყანაა. ამ საკითხის მეორე მხარე ის არის, რომ ქართველი მწარმოებლები არასდროს აწარმოებენ armaturas, რომელიც სრულიად მოიხმარება საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტი აუცილებლად იქნება. ახლა მყარად მჯერა, რომ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციაა, რადგან იგივე თურქული პროდუქტია ქვეყანაში და ქართველი მწარმოებლები მუშაობენ ნორმალური მოცემულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რიგზეა. საქართველოს ბაზარზე ეს მოცემულობა მთავრობის კანონმდებლობის წყალობით გვაქვს. armaturis იმპორტზე გადასახადის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ მშენებლები დააზარალა. მათი თქმით, ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს სრულად მოთხოვნა, შესაბამისად იმპორტი პროდუქციის გარდაუვალი პროცესია. ბემონის მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ის ემხრობა, თუმცა ეს სხვა ბიზნესის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, აუცილებელია საკითხზე ბიზნესთან დიალოგი. მაგ გადასახადმა დაეხმარა მაგ თქვათ ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დაარტყა სამშენებლო კომპანიებს იმ კუთხით, რომ ჩვენ უცებ გაგვეზარდა გადასახადის გამო თვითღირებულება და მეტიც ალტერნატივაც არ იყო, რომ ამ ქარხანებს მიმართოთ, იმიტომ რომ ვერ აკმაყოფილებენ. ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებენ, სურვილი შეიძლება კონდეთ, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ. მშენებლობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრების armaturas იყენებდა რაღაც ზონებში იყო დეფიციტი და ფასასხობაც ხო გამოწვევა, ალბათ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, კონკურენციის ნაწილში თვითონ ხალხი არ იქნება, გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება და გაცილებით დიდი პორტფელი იქნება არჩევანი მოუწოდებელების მხრიდან შედარებით მეტი მოგებულობა და მეტად გავაკეთებთ რეინვესტიციას კომპანიის განვითარებაში. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ გადასახადის შემოღება სახელმწიფოს უფლებაა, მაგრამ პროცესში ფაქტია, ინფრასტრუქტურის მშენებლები დაზარალდნენ და გაზრდილი ხარჯები არსებულ კონტრაქტებში არ აისახა. მათი თქმით, პრობლემები შეექმნათ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, რადგან ამ დრომდე შეთანხმებებში ინდექსაციის პუნქტი გათვალისწინებული არაა. პრობლემა ბევრ სამშენებლო კომპანიებს შეექმნა, თუნდაც სახელმწიფო პროექტებში. სახელმწიფომ შემოიღო გადასახადი, დაიცვა ადგილობრივი წარმოება, ამ დროს თქვათ მშენებელს გაუძვირდა ამ გადასახადის გამო პროექტი და რა, მე სახელმწიფო კონტრაქტში არავინ ინდექსაციაში ეს არ გამოიყენა და ანუ ასე ვთქვათ პრობლემა შეიქმნა. თუმცა აუცილებელია ადგილობრივი წარმოების ხარდაჭერაც. აი როგორ უნდა გაკეთდეს ეს რო ორივე მხარე ეგ მე საკითხი. ასეთი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მიღებული იყოს და ეს მის პრეროგატივა არის, მაგრამ თავარი არის ის, რომ ამ პერიოდში რას აკეთებს, რას შვება სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც ეს მასალა უძვირდება, რომლებსაც
და კონტრაქტი აქვთ იმ ძველი ფასებით, რომელიც იყო მანამდე და აი აქ ვარდებით უკვე ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ არსებობს მექანიზმები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ ფასის გადაანგარიშება ჩვენთვის. ინდექსაციები ჩაიდოს და რაღაცა სისტემატიურად ხდებოდეს ამ ფასების გადასვლა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არსებობს დამკვეთი, არსებობს შემსრულებელი, რომელიც ჩვენ გახლავართ და ჩვენზე ტყდება ყოველთვის აი ესეთი ჯოხი ასეთ გადაწყვეტილებების მიღების დროს. საიმპორტო გადასახადის დაწესებამ გავლენა იქონია მომწოდებელი ქვეყნების გეოგრაფიაზე. 2025 წელს საქართველოს არმატურის მთავარი მომწოდებელი თურქეთი გახდა. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე რუსეთი, ირანი და აზერბაიჯანი არიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლამდე იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილებს რუსეთი და ირანი იკავებდნენ. დაბეგვრის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ კი არმატურის იმპორტი თურქეთიდან გააქტიურდა. კონკურენციის სააგენტო 2024 წლიდან არმატურის ბაზარზე სავარაუდო დემპინგის არსებობის საკითხს სწავლობს. გასული წლის ნოემბერში ირაკლი ლექვინაძე ამბობდა, რომ მოკვლევის პროცესი თითქმის დასრულებული იყო და ქვეყანაში არმატურის იმპორტზე დამატებითი ანტიდემპინგური ტარიფის დაწესების საჭიროება არ იდგა, რადგანაც ისედაც მოქმედებდა არმატურის იმპორტის სატარიფო მოსაკრებელი. მადლობა ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც არმატურის საიმპორტო გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით შედეგები გაგვაწვდა.